ოკუპირებული ცხინვალი წულუკიანის კომისიის დასკვნით კმაყოფილია. ოკუპირებული რეგიონის ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო თემასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით საქართველოს ოფიციალურად აღიარა პასუხისმგებლობა 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებაზე. ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების პროპაგანდისტული მედია წერს, რომ ეს არის აღიარება, რომელსაც რუსეთთან ერთად მრავალი წელი ელოდნენ. 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 17 წლის შემდეგ თბილისში ის აღიარება გაჟღერდა, რომელსაც სამხრეთ ოსეთი და რუსეთი ამდენი წელი ელოდნენ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დროს ჩადენილი დანაშაულებების საკვლევი კომისიის თავმჯდომარე მთია წულუკიანმა წარმოადგინა 460 გვერდიანი ანგარიში, რომელიც არტოვებს ეჭვს. აგრესიული ომი სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დაიწყო იმჟამინდელმა საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ხანგრძლივობით. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ანგარიში წარმოადგენს ოფიციალურ და საბოლოო დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის პოზიციის ისტორიას. ის ამტკიცებს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული საქართველოს მშვიდობისკენ იძულების ოპერაცია იყო ერთადერთი შესაძლებელი პასუხი საქართველოს რეჟიმის აგრესიაზე, რომლის მიზანიც იყო ძალით გაენადგურებინა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და მისი მშვიდობიანი მოსახლეობა. ამ კონტექსტში შეუძლებელი არ აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის კომისია უფრო გულწრფელი აღმოჩნდა, ვიდრე დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც თითქმის 20 წელი იმეორებდნენ მანტრას თითქოს რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ბრალზე 2008 წლის ომში. წულუკიანმა კომისიის დასკვნა ოცნების პარლამენტს 2 სექტემბერს წარუდგინა. 460 გვერდიან დასკვნაში ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდი, ასევე 2012 წლიდან დღემდე პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობაა შეფასებული. აგვისტოს ომთან დაკავშირებით წულუკიანის კომისია ფაქტობრივად რუსეთის ოფიციალურ ვერსიას იმეორებს და წერს, რომ 2008 წელს ქართული ჯარის სამხედრო საქმისგან შორსმყოფი პოლიტიკოსების მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით ქალაქ ცხინვალზე შეტევა განახორციელეს. ქართული ოცნება ანონსებს, რომ ეს დასკვნა საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველი გახდება, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოსგან ოპოზიციური პარტიების აკრძალვას მოითხოვენ.